ქართული ოცნების სარჩელი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სარჩელი ბათუმში გაგზავნილია და ის უკვე სავარაუდოდ დარეგისტრირებულიცაა. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე სარჩელში დასახელებული არ არის, ვინ იქნება პარტიის წარმომადგენლები სასამართლოში. მისი თქმით, საზოგადოება მათ ვინაობას პროცესის მოახლოების დროს გაიგებს. სარჩელით მოთხოვნილია არაკონსტიტუციურად გამოცხადეს და აიკრძალოს სამი პარტია: ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და ლელო ძლიერი საქართველო. საქართველოს დასავლელი პარტნიორები პარტიების აკრძალვის ინიციატივას არადემოკრატიულ და რეპრესიულ ნაბიჯებად აფასებენ. მიუხედავად ამისა, დღეს შალვა პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ თუ ეს სამი პარტია აიკრძალება, ამის შედეგი ქართული პოლიტიკის დერადიკალიზაცია იქნება და ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე შეიქმნება. როდესაც ნებისმიერ დემოკრატიაში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხის ფლაგმანები, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულება არის, რომ როგორც თავდაცვის უნარიანმა დემოკრატიამ ამგვარი რადიკალური პარტიების მიერ დემოკრატიული სივრცით სარგებლობა შეზღუდოს. ამიტომ ნებისმიერ დემოკრატიის ვალდებულება რეაქცია რადიკალიზმზე, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სამი პარტია, რომელთან დაკავშირებითაც მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება დერადიკალიზაცია ქართული პოლიტიკის და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ შეიქმნას დემოკრატიული სივრცე იმისთვის, რომ ყველა აზრი, იდეა გამოთქმული იქნას დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით. ასაკრძალ პარტიათა სიაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული პარტიებიდან არ მოხვდა მხოლოდ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია. დღეს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტიამ გახარიას საქართველოსთვის თავისი იმით უშველა, რომ პარლამენტში შევიდა. პაპუაშვილმა განმარტა, რომ გახარიას პარტიასთან მიმართებით სამართლებრივი არგუმენტი მათი არაკონსტიტუციურობისთვის იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა პარლამენტში შესვლით მათ ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გადაერჩინეს. ჟურნალისტებმა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს კითხეს, სად წავიდა ჩორჩანას და 20 ივნისის საკითხზე გიორგი გახარიას მისამართით ქართულ ოცნებაში არსებული კითხვები, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ის რაც არის პოლიტიკური შეფასების ნაწილი, ხელისუფლება ამ შეფასებებს ყოველთვის აკეთებს. რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა ქართულ ოცნებასა და გიორგი გახარიას პარტიას შორის რაიმე შეთანხმება ან გარიგება, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ქართული ოცნება არავის ერიდება. გიორგი გახარიას პარტიასთან მიმართებით სამართლებრივი არგუმენტი, მათი ანტიკონსტიტუციურობისა, მთავარი სამართლებრივი არგუმენტი იყო ან იქნებოდა საბოტაჟი არჩევნების და იმით, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, მათ გადაერჩინეს ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი. ის რაც არის პოლიტიკური შეფასების ნაწილი, ჩვენ ამ პოლიტიკურ შეფასებებს ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე, რაც შეეხება კონსტიტუციურ სტანდარტს პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად 23 მუხლის შესაბამისად, ამ სტანდარტში თუ კი რამე ჯდებოდა, ჩვენს სარჩელში ავსახეთ, თუ კი რომელიმე პარტია აკმაყოფილებდა ამ სტანდარტს. ახალი იმას აღიარებთ, რომ ამით გადაერჩინა გახარიას პარტიამ თავი. შეგიძლიათ გითხრათ თუ არა, რომ ხო ეს იყო თქვენ შორის შეთანხმების საფუძველი, რომ ეს იყო რაღაცა გარიგება თქვენ შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ არავის არ ვერიდებით, არც იმას ვერიდებოდით, რომ ვის მიმართ მოგვეთხოვა აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში, მიუხედავად იმისა, ვის რა რეაქცია ექნებოდა მათ ფარველებს თუ ასე შემდეგ, არც იმას მოვერიდეთ, რომ ზოგიერთი პარტია არ ჩაგვესვა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი დღეს მარგინალურები არიან და საფრთხეს არ წარმოქმნიან, ვინაიდან ერთადერთი კრიტერიუმი იყო კონსტიტუციურ სამართლებრივი დასაბუთებულობა სარჩელის. ქართული ოცნების სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ციხიდან კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება. მის მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ის აპირებს პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად. აუცილებლად ვაპირებ პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად. ყველა პროფესიაში მიპირებენ აკრძალვას, როგორც ხედავ და ჩემს კონსტიტუციონალისტობას რამეში გამოვიყენებ. ცალკე და ხაზგასმულად მინდა აღვნიშნო იმ პარტიების შესახებ, რომლებიც ჯერ არ აკრძალეს. საკითხის სწრაფად გადაწყვეტის ამბავია და ბარიერ გადალახული საარჩევნო სუბიექტების აკრძალვის გზით წავიდნენ. სხვების აკრძალვას ნებისმიერ დროს 14 დღეში მოაყომარებენ. რეალურად პარტიები კი არა არჩევნები აიკრძალა. ვინც არ უნდა დარჩეს, რაც არ უნდა შექმნას, სამი ყველაზე რეიტინგული მეინსტრიმული სუბიექტის გარეშე. არჩევნები არ აკმაყოფილებს თავისუფალი არჩევნების სტანდარტს კონკურენტუნარიანობის ნაწილში. შესაბამისად, თეორიული შანსი მისი შედეგების ლეგიტიმურობისა უბრალოდ არ არსებობს. კონკურენტულობა არის პირველი ფილტრი არჩევნების ლეგიტიმაციის. ყველა სხვა გაყალბების სხვადასხვა სახეების ჩათვლით მხოლოდ ამის შემდეგ მოწმდება.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით: რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.